здесь общее понимание. სამშვიდობო დარეგულირების საკითხზე აშკარად არსებობს საერთო გაგება. რაც შეეხება ტექნიკურ საკითხებს, ამ მიმართულებით ჩვენი დელეგაციები ელ-რიადში საუბრობენ. დარეგულირების საკითხის ირგვლივ ძალიან ბევრი განსხვავებული ასპექტია გასავლელი. დღის წესრიგში არის შავი ზღვის ინიციატივისა და მის აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები. ეს იყო პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივა, რომელსაც პრეზიდენტი პუტინი დაეთანხმა და სწორედ ასეთი მანდატით გაიმგზავრა ჩვენი დელეგაცია ელ-რიადში. ეს პირველ რიგში ნაოსნობის უსაფრთხოებას ეხება. თუმცა თუ გახსოვთ მისი პირველადი სახე. მასში ვალდებულებების საკმაოდ დიდი ნაწილი იყო გაწერილი ჩვენი ქვეყნის მიმართ. ეს კი წარსულში არ შესრულებულა, ამიტომ დღეს ეს განიხილება. მე ვგრძნობ, რომ პუტინს მშვიდობა უნდა. პრეზიდენტს გასულ კვირას ჰქონდა ორი ძალიან პროდუქტიული ზარი. ერთი პრეზიდენტ ზელენსკისთან, მეორე კი პრეზიდენტ პუტინთან. მე მათ ვესწრებოდი. ორივეს ვუსმინე და ორივეგან საუბარი შეეხებოდა ხანგრძლივ მშვიდობას. გასულ კვირას ამ მხრივ ძალიან დიდი პროგრესი იყო. მე ასევე ვერ ხედავ, რომ პუტინს მთელი ევროპის აღება სურდეს. ახლა განსხვავებული ვითარებაა, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის დროს. მაშინ ნატო არ არსებობდა. ვფიქრობ, ევროპელებიც მიდიან ამ შეგნებამდე. პრეზიდენტი ტრამპის დღის წესრიგია სიკვდილის დასრულება. ორივე მხარესთან კომუნიკაციისა და მათი მოსმენის გარეშე ეს ვერ მოხერხდება. ჩვენ დავასრულეთ შეხვედრა ამერიკულ გუნდთან. ეს დისკუსია იყო ნაყოფიერი და ფოკუსირებული. შევეხეთ საკვანძო საკითხებს, მათ შორის ენერგეტიკას. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიზანია დაიცვას ხანგრძლივი და მყარი მშვიდობა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის. უფრო ფართოდ კი ევროპისთვის. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ეს მიზანი რეალობად იქცეს.